ეხლა მოვამზადოთ ლობიო. ზეთიანი ლობიო, ზეთში გაკეთებული ლობიო. დავადგათ გარჩეული გაწმენდილი გარეცხილი ლობიო და მე ყოველთვის პირველ წყალს წამოდოღებიდან ვაქცევ. როგორც კი წამოდუღდება, ამას მე გავრეცხავ განმეორებით და შემდეგ ისევ დავადგავ მოსახარშას. როცა ლობიო უკვე სანახევროდ მოხარშულია, სანახევროდ არა მთლიანად, ცალკე ზეთში მოვშუშავ ხავს. ხალხი უნდა იყოს ცოტა მეტი, დიდი რაოდენობით. ამ მოშუშულ ხავს დავუმატებ ნიორს. ამის შემდეგ ამ ყველაფერს გამზადებულ მასხას გადავიტან ლობიოში და გავაგრძელებთ დუღილს მანამ ლობიო არ მოიხარშება კარგად. ცალკე გვაქვს გამზადებული მწვანილი, დანაყული ქინძი, დაჭრილი წიწაკა, მარილი გემოვნების მიხედვით, პიტნა დაჭრილი, ოხრახუში და ქინძი. ამით ყველაფრით გადაკვაზავთ და გემრიელად მიირთვით. დაახლოებითი რაოდენობა, თქვათ, ავიღოთ 100 გრამი ლობიო. დაუშვათ ვისაყოფ 100 გრამი, მაგრამ ერთ ადამიანზე ავიღოთ. 100 გრამ ლობიოზე რო გავთვალოთ, სადღაც 60 გრამი, 70 ხახვი დაჭირდება, თუ ასე არა. ზეთი დაჭირდება 20 გრამი, მწვანილი ქინძი, ოხრახუში, პიტნა და ცერეცო. ცერეცო აუცილებელია იმის გამო, რომ შაშკვლავი თავის გემოს მაინც აძლევს თან დანაყულ მდგომარეობაში. გემრიელად მიირთვით.